მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, ვარ სმენა დაქვეითებული, სმენის აპარატი მიკეთია, მინდა რომ მიგავნიშნოთ. ესე იგი, გრამატიკა ნენელა ვსწავლობ, როგორც ყოველთვის. აუცილებელია ერთი და იმავე სიტყვას როცა ვიმეორებ, რო ხარ ჩემთან სტუმარი, უცნობი ადამიანი და ისმენთ ჩემ ხმას. ზოგი კი ვისაც მიცნობ და იცით ვინ ვარ პიროვნება და ასე შემდეგ. და ყოველთვის ვამბობ ხოლმე. ამიტომ მოგესალმები. მე ვარ გიორგი ხინგავა, ვარ სმენა დაქვეითებული, სმენის აპარატი მიკეთია და გრამატიკა ნენელა ვსწავლობ, როგორც ყოველთვის. კარგით. ესე იგი, ეხლა რისი თქმა მინდა დღეს. დღეს ისტორია, აი ამ დღეს მოხდა ეს ისტორია, არის 6 აგვისტო 2025 წელი. ისტორია უნდა მოგიყვეთ პოლიციასთან დაკავშირებით. სასაცილოს არის სასაცილო ფაქტები. და ვესწრები რომ გრამატიკა აგიხსნათ, ჟესტურად რა აგიხსნათ, რა მოხდა, როგორ მოხდა და ასე შემდეგ. თან ძალიან სასაცილო ისტორია და თან წყინს. რაზე წყინს, იცი? წყინს ადამიანი ქცევების გამო, როცა ასე იქცევიან. ამაზე წყინს ძალიან. მაგრამ მოკლედ მოგიყვები, ეხლა რა ხდება. ესე იგი, გაჩერებაზე ვიყავი. და მარშრუტკას ველოდებოდი. ხო და გაჩერებაზე კაცეშვილი არავინ არ იყო რა, მარტო ვიყავი. და დავჯექის სკამზე. და ველოდები მარშრუტკას რა. ხო და გზაზე გაიარა პოლიცია. ხო და როგორც კი გზაზე გაიარა პოლიცია. და უცებ პოლიცია საჭეშია რა და მიხედა რა და უცებ მე მიყურებდა რა. როგორც კი წინიდან მიდიოდა გზაზე რა და უცებ პოლიცია მიხედა და უცებ მე მიყურებდა. თითქმის კიცერიდან აი სულ ბოლომდე იყურება რომ აი მიყურებდა რა სანამ წინიდან რომ მიდიოდა. ხო და მე დავინახე შევნიშნე რომ პოლიცია გაიარა მანქანა რა. ხო და რა ვიცი მე პოლიცია სადაც გაიარა იქამდე გაჩერდა. მეთქი ეხლა ვიფიქრე მოტრიალდებოდა თუ არა და რაღაცა დამკითხავს მეთქი. ასე ვფიქრობდი. და მართლაც მოტრიალდა მანქანა და სადაც მე გაჩერებაზე ვდგავარ სკამზე ხო? იქიდან მოვიდა როგორც კი გააჩერა. ძალიან ახლოს არის. ხო და სანამ რომ მოვიდოდა მიყურებდა რა. და უმიზეზოდ იცინოდა. ალბათ სასაცილო ვდგავართ, ან რაღაცა, ან ვიღიმებოდი, რა ვიცი. უმიზეზოდ იცინი, თუმცა შეიძლება სასაცილოდ ვიჯექი და რაღაცა, რა ვიცი, ხან რაღაცა. რა ვიცი. ხო და მე ეს ორი პოლიცია აი როგორც კი მანქანა გაჩერდა და თან უმიზეზოდ იცინოდა თვითონ მძღოლი. ხო, რა ვიცი, მე რაღაცა დაილაპარაკა, ანუ რაღაცა ლაპარაკო და თითქოს ას მიყურებდეს რაღაცნაირად. თითქოს არ მიყურებს რა, არ ვიცი. ხო რა, ანუ არ მიყურებს, თვალის იშორებს და ისე ჩვეულებრივ წარმოიდგინა, ისე მოიქცე რა, როგორც არის საჭი. ხო და რაღაცნაირად ლაპარაკი იყო, ჩაილაპარაკა ერთმანეთი რაღაცა იყო ესეთი და მე ხო და მეთქი ეხლა აი გამკითხავთ მეთქი და
არისო ისეთი დაკითხვა, 100 გადმოსულა მანქანა და ზის და ისე გაჩერებასთან არის მანქანა დაყენებული. რაღაცა მეთქი ვიფიქრე, დამკითხავს რა რაღაცა, მაგრამ ისე გაჩერდა და რაღაც მომენტში ელოდება რა, არ ვიცი მეტი. ხო და მეთქი რა ვიცი, ვიხედები მეთქი ვიყურები, რა ვიცი. და ამ დროს რაღაცა ილაპარაკე და არ ვიცი. რაღაცა ილაპარაკა, მე მაქედა ხო ვერ გავიგებდი. ხო და უცებ მანქანა დაქოქა. არა, მოიცა თავიდან რაღაცა წინიდან იყურება თითქოს რაღაცა საუბრობდა, არ ვიცი რაღაცა ჩანაფიქრე. მოკლედ დაიწყო მანქანი დაქოქვა რა. წავიდა წინ ნენელა რა და უცებ მანქანის მიკროფონი რა, ზახილის ხმა, აი გაფრთხილებას რო ლაპარაკობს ხოლმე. უცებ გავიგონე რაღაცა ხმამაღლად მიკროფონის ლაპარაკობდა გაფრთხილებაზე რა. ოღონდ ფიზიკურად მე ვერ გავიგონე რა გაფრთხილებაზე ლაპარაკობდა იქიდან რა. თორმე ვიღაცამ ისა მოქალაქე მზღოლი გაუჩერა მანქანას. რომ გადააყენოს იქაო. და ზუსტად ეხლა როგორც კი წავიდა ხო პოლიცია და შეზახილი რომ მანქანა გადააყენეო რა. და ის მოქალაქემ მანქანამ ზღოლი გადააყენა. თან სადაც მე გაჩერებაზე ვარ. ჩემ წინ ისევ ახლოდან არის. დაუყენებია მანქანა გაუჩერებია იქაც. რომ უნდა დაეყენებინა მანქანა. პოლიცია გადმოვიდა და მოქალაქე მანქანა მზღოლის ელაპარაკება დაკითხვაზე. კარის ფანჯარა შუშას ამოწმებდა ტესტი. რომ ისა, აი როგორც ვიცი, ფანჯარა, შავი ფანჯარა რომ აქვს იმაში დაყენებული სატესტო გაზომა რა, ჩაბნელებულია თუ არ არის ფანჯარა და ამას ამოწმებდა. ხო და ისეთი გაუჩებული ვიყავი, ისეთი ღიმილი გამეჩინა მეთქი ეს რა ხდება მეთქი აუ ჩემი მეთქი ეს რა შვებიანა ანუ მივხვდი ამ ლოგიკაში ამ მოხსენიო თურმე თავიდანვე პოლიცია უნდოდა ჩემთან დაკითხვაზე მაგრამ არც სადა რა როგორც წეგანს მოგიყევი და მეთქი ვიფიქრე დამკითხავს ხო და არა არ დამკითხა სინამდვილეში უნდოდა მაგრამ რაღაცა ისეთი იმაშვება რა და რახან ისე დაიწყო იმას თითქოს დას რო აი მოქალაქე მზღოლის ადამიანი რა ხო და აი ეს საოცარი მომენტი რას კი დამინახია აი არ ვიცი რასაკეთებს ერებს იგონებს ნუ არ ვიცი აი ვიცი იმიტომ რომ მე ამას ხედავ რასაც ისეთი შტაბეჭდილება დამჩა ის რას ნახე და ასე დაიწყო ყველაფერი აი ძალიან სასაცილოა რატომ ცდილობ თავი მოიტყო და თითქოს მოქალაქეს ზალით აჩერებ თვითონ რაღაცა არ მოეჭონ აუ დაუცნაურია ეს ყველაფერი მართლა კი თავიდანვე რეალურად მართლა უნდა ჩემთან გააკითხვა და რატომ არ შეეძლო რომ გამოსულიყო და დამკითხოს როგორც ისე შეეძლო მაგრამ რა საჭიროა იმას დაიმალო თავი და თათანი რა ქვია იმაში რა და სხვასაც ვიღაცა უჩერებდა მერე დაკითხვაზე იწყებს მოკლედ იმედია გესმის რასაც ყალიბდები რასაც ვამბობ და ეს ფაქტი რაც ნახე საოცარი შოკის მომგრელია ჩემთვის იმიტომ რომ
რატომ აკეთებს ამ ყველაფერს? რატო ვცდილობ თავი მოიტყუო რაღაცა სპეციალური? ხო და ისეთი სტაბილობა დამჩა, გამიღიმა, გამეცინა, სულ ღიმილი დამჩა, ანუ ღიმილი, სულ გამეჭიმა, სულ ღიმილი და ის კი არა იმაში რა ქვია. ანუ რითი თქმა მინდა, იცი? ფაქტი რომ დავინახე რა, აი ეს წარმოვიდგე და გამეცინა რომ აი ღიმილი დამჩა რა. აი ვერც წარმოვიდგენდი ეს რომ ვიხილე. მართლაც ვერც წარმოვიდგენ. ხო და როგორც იქნა მაშვიდკა მოვიდა, გავყევი მაშვიდკა და რა ვიცი. სულ ეს იყო რას ისტორია. მოგიყევი ვერ წარმოვიდგენდი ეს რომ ვიხილე, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. რა საჭირო იყო თავი მოტყუება, სპეციალურობა და ეს ყველაფერი როგორც ასე დაიწყო. თან ეხლა კლივს რაზე მწყინს და ადამიანს თავი რო იტყუება, სპეციალურად რო შვება ეგეთი რაღაცაზე. აი ამაზე მწყინს რა. მაპატი, მართლა რეალური, აი რა არის, იცი? ჩემი რეალური რეაქცია. არ მომწონს როცა ასეთი რამე ხდება. მართლა მწყინ. როგორ შეიძლება ასეთი რამე ხდებოდეს? ასეთი მდგომარეობა. მართლა მწყინს. რეალური, იმიტომ რომ ჩემი რეალობა, რეაქცია როცა მწყინდეს რასაც ხდება. არ შეიძლება ეს ყველაფერი. არ შეიძლება ჩაწყობილი თავი მოტყუებული სპეციალურობას. მართლა მწყინს ეს ყველაფერი რასაც ხდება, მართლა რა, მართლა მწყინს. და არ ვიცი ყველას მინდა მოვუწოდოთ მთელ საქართველოს, ქართველებს თავი არ მოიტყუო. არაფერში თავი არ მოიტყუო. როგორც ისე არის საჭირო ჩვეულებრივი ადამიანური ჩვეულებრივი საჭიროება, როდესაც ვინმე ადამიანის დაკითხვას საჭიროება. ეს არის მთავარი. უბრალოდ თავი არ მოიტყუო. და ძალით აკეთებს ასეთი სპეციალურობას. თუ თავი მოიტყუებს ამ ყველაფერით ჩაწყობილით სპეციალურობა, თავი მოტყუება, იცოდეთ რომ გიმჟღავდება ეს ყველაფერი. თითქოს თქვენთან ყველაფერი რიგზე იყო. არა, ჩემო მეგობრებო, არ არის ეს ყველაფერი თქვენთვის რიგზე. იმიტომ რომ როდესაც ბევრჯერ მოიტყუებ, უფრო მჟღავდება. და შენ სამსახურს კარგავს ძალიან ბევრს. ამიტომ არ გიჩვენ. იყავი ჩვეულებრივი, იყავი სიმართლე. სიმართლე და ყოველთვის სიმართლე უნდა იყო. როგორც ისე საჭიროა ყველაფერთვის უნდა შეასრულო. ამიტომ თავი არ მოიტყუო. მოიტყუებს, გიმჟღავდება ეს ყველაფერი და კარგავს შენ სამსახურს. მართლა ცუდია. როგორც გინდა ისე თქვენ მოიქეცი, ეს არ არის ჩემი საქმე, შენ თავზე მიხედე და გონს მოხვიდე რამდენად მნიშვნელოვანი აქვს ამ დაფიქრებას. თავი უნდა მოიტყუო, მაშინ გიმჟღავდება და კარგავს ყველაფერს. თუ თავი არ მოიტყუე და ყოველთვის სიმართლე საქმეს აკეთებ, მაშინ არ კარგავს არაფერი. და იმსახურებს კიდევაც, როცა სწორ გზაზე მუშაობ და სამართლიანად. ამიტომ ვუსურვებ ყველას ამ ადამიანებს, ყველა ადამიანებს ვუსურვებ სწორ საქმიანობას, სიმართლე და სუფთა გულით, სიყვარულით ყველაფერში. გისურვებთ წარმატებები, სწორ გზაზე, სიმართლე, სიყვარული, სუფთა გულით და ასე შემდეგ. აი ამას გისურვებთ. გაი, ეს არის რას ისტორია მოგიყევი და მართლა ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს ვიხილებ, როგორც ხილული რა, მართლა წარმოუდგენელია და
მოკლედ დავასრულებ და მადლობა ყურადღებისთვის. საინტერესოს ასეთი ამბავი გიყვები ის, რასაც ხდება და ამიტომ ყველას მინდა რომ არაფერს არ მოიტყუო, იყავის სამართალი, იყავის სწორ გზაზე, იყავის სუფთა გულით, სიყვარულით და ასე შემდეგ. იცხოვრე როგორც არის საჭირო. გისურვებ წარმატებები არა მარტო პოლიციელები, არამედ ყველაფერში, როგორც ადამიანი, როგორც ჩვენ ვართ ადამიანები, ყველანაირის ის ეხება. იყავის სწორ გზაზე, იყავის სიმართლის თქმას, იყავის სუფთა გულით, სიყვარულით და ასე შემდეგ. მადლობა და დროებით.